მარტინ მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგენთ გადაცემა ბოქსებს პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, პირველ რიგში გეტყვით, რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100% ნატურალური ენერგეტიკული სასმელი და დღეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმოვიხილავთ განვლილ გრან-პრის და გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი რუბრიკებიც. სანამ გრან-პრის მიმოვიხილავთ, გეტყვით, რომ თუ გნებავთ ფორმულა 1 პირდაპირ ტრიბუნებიდან დაესწროთ, შეამოწმეთ ევროპის გრან-პრის ტურები матч-day წერტილი ტურზე. წავედით ბელგიაში. ლამაზ ბელგიაში და ვარჯიშებს გადავალოთ უცებ თვალი. სამი ვარჯიში გქონდა ტრადიციულად ამჯერად სპრინტის გარეშე და გამოჩნდა ის რომ მერსედესი ძალიან სწრაფია სწორმონაკვეთებზე, გამოჩნდა რომ მაკლარენი ძალიან კარგია მეორე სექტორში, ლანდო ნორისი კონკრეტულად და ფერსტაპენი არის საფრთხე ნებისმიერ შემთხვევაში. ხო, Red Bull-ის შემთხვევაში, ხო, თუ საუბრობთ იმაზე, რომ სწრაფი იყო მერსედესის სწორზე, მაკლარენს ძალიან კარგი დამწოლი ძალა ჰქონდა და ამიტომ იყო მეორე სექტორში კარგი სადაც მოსახოვებია. აი Red Bull თითქოს დაბალანსებული იყო, ხო, ყველგან კარგი იყო მთლიან ტრასაზე. აი Ferrari ვიცოდით, რომ რთული უქმეები უნდა გქონოდა წესით, იმიტომ რომ სწორმონაკვეთზე Ferrari ძალიან სუსტია, შედარებით სუსტია, მოდი ესე ვთქვათ და გამოვიდა ისე, რომ მერსედესის დომინაციას ველოდებოდით, თუმცა პირველი ვარჯიში Verstappen-მა მოიგო და ეს რაღაცნაირად კარგის მაჩვენებელი იყო იმისთვის, რომ Mercedes Ferrari ვიცით რომ იბრძვიან და აი რაღაცნაირად Red Bull-იც ჩაერთვებოდა ეს იყო სასიხარო. ხო, თუმცა ისიც გამოჩნდა ხო, რომ რასელი ისევ ვერ არის, ანუ ესე თუ ანტონელი მაგალითად მარტივად იგებდა ხო ვარჯიშებს, რასელი მე-4, მე-5, ანუ ვერ მიყვება ჯორჯი ჯერჯერობით ანტონელის და კვალიფიკაციაშიც იგივე მოხდა ხო ანტონელიმ რაღაც მეგაწრე გაიარა ბოლო ცთაზე, ანუ მართლაც საოცარი წრე იყო, სხვა წრით ვერ მოუგებდი Verstappen-ს ამ კვალიფიკაციას. თუმცა ბოლო სექტორი მახსოვს ყვითელი ქონდა და მაინც 3 მიათედით მოიგო. ანუ რამხელა უპირატესობა ქონდა Mercedes-ს. მე მახსოვს რეპორტაჟის დროს შენ თქვი, რომ იცის Mercedes-მა რაღაც strike mode-ის ჩართვა ხო და ბოლო წრეზე რაღაცა მეგაწრის ჩვენება და აი ზუსტად ეს გააკეთეს, ხო, არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეხა კი იმის ოსტატობაც, მაგრამ თვითონ მანქანად რამდენად უნივერსალურია, ხო, რომ აგებ ბოლო სექტორს, მაგრამ იმ ხელა მარაგი გაქვს, რომ იმ ორ სექტორში რომ 3 მიათედით მაინც წინდგები, ანუ არ ვიცი, კოლოსალური სხვაობა იყო საკვალიფიკაციო ტემპში, ანტონელის Mercedes-სა და დანარჩენებში. და ხო, ანუ ეგ უნდა მეთქვი, ხო, მაინც და მაინც მხოლოდ კი ბოლდი საოცარი არის და ანტონელის გადაცმული აქვს რა ეს ბოლდი, ანუ თავიდან ბოლომდე მორგებული აქვს თავის თავზე და რავი ამტკიცებს კიდევაც ანტონელის ევალება ის არის რომ შეცდომა არ დაუშვოს. ჯერჯერობით არ უშვებს. კი, ნერვიულობს ხანდახან. აი ტრაის ფაგლებს მიღმა გასვლას თუ გადაეჩვევა, ალბათ ეგ არის დღეს ყველაზე დიდი მინუსი ალბათ ანტონელის. წავედით გუნდებში და დავიწყოთ კადილაკით, რომელზეც ბევრს ვერაფერს ვერ ვისაუბრებთ, პერეს დაკიდების პრობლემა შეექმნა, ბოტასი უფერულად მოძრაობდა როგორც ყოველთვის ძალიან დიდი ჩამორჩენით შემდეგ ბოლიდან და ძალიან დიდი უპირატესობით ასტონ მარტინთან. როგორც ყველა გადაცემაში ვამბობ, ნაბიჯ კადილაკი მიდის რაღაცის. ხო, აი კადილაკს ერთი რა აქვს, იცი, აი კი აქვს ეს ბევრი პრობლემები მაინც, მაგრამ ანუ შედარებით რაღაცნაირი სტაბილური არის, ხო? ანუ არ არის. აი კადილაკში ამომწონს, იცი, აი როგორც ჰაასი ისე არ არის რა მოსული რა, ეთყობათ რომ გეგმით არიან, ეთყობათ რომ რაღაცნაირად, რაღაც მიზნამდე უნდათ მისვლა და არა როგორც ჰაასი, არ ვიცი, ჰაასი პირველი დღიდან დღემდე ჩემთვის არის ყველაზე უფერული მანქანა და ყველაზე უფერული გუნდი. ნუ თუ არ ჩავთვლით რაღაც იქ ერთ მოგებულ კვალიფიკაციას 22-ში ბრაზილიაში და ასე შემდეგ რაღაც გროჟანი, ჰულკენბერგი ასე შემდეგ ბოლელებს თვითონ. აი თვითონ ბოლიდი არის რა ფერიც ეგეთია რაღაც. რა ფერიც არის ეგეთი ბოლიდია ხო. ალპინში წავიდეთ, გასლი ოკონი, მე-11 ოკონი ახლა იყო კოლაპინტო, მე-11 მე-10 ადგილი. და რო დაბრუნდეს, კარგი იქნება. კოლაპინტომ აიღო ეს ქულა და მოდი ვთქვათ, რომ ეკუთვნოდა. ისეთი გასწრება გააკეთა, რომელიც რა თქმა უნდა არ გვაჩვენეს არა მადლობა რომ იქ მაინც გვაჩვენეს. პატარა ეკრანზე მაინც გვაჩვენეს კოლაპინტო რომ შემოვარდა გასლისთან და ჰულკენბერგთან. არა, ლოუსონი იყო, ჰულკენბერგი უკვე ჩამოტოვებული ყავდა. მე გაშვებიან, იცი, სოცმედია უნდათ რომ აწიონ ფორმულა 1-ის, იმიტომ რომ მე ვიდეოებს დებენ ზუსტად მაგ გადასწრებების ფორმულა 1-ის ოფიციალურ საიტზე, რომელიც ვერ ვნახეთ. და ალბათ უნდათ რომ ნახვები გაიზარდოს. შეიძლება, არ ვიცი, ანუ ისეთი მომენტები არ გვაჩვენეს ლოუსონი ლინდბლადის, გასლი კოლაპინტო, ჰულკენბერგის გადასწრებები, ძალიან ბევრი
მეორე ეპიზოდი იყო, რომელიც არ მოხდა პირდაპირ ეთერში. ალპის ისე ერთი რაც ქონდა კვალიფიკაცია ჩაუვარდა, ანუ საკვალიფიკაციო ტემპიდან განსხვავებით სარბოლო კარგი ქონდა. იქ შეგვიძლია პელეტონი 2000-ს გავყავთ, ხო? ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის დროს ვის გაუმართლა და ვის არ გაუმართლა, მაგრამ მე არ ვეძახი ხოლმე ამას გამართლებას რა. ალბათ უფრო ქვია, საჭირო დროს მოხვდე საჭირო ადგილას. ერთ-ერთი იყო ალბათ ალპინიც და ეს ყველაფერს დაეხმარა და პლუს დაეხმარა გუნდური სტრატეგია. იკოლოპინდომს ერთ მომენტში დროზე გაატარა გასლი და ამ ყველაფერმა მისცა საშუალება რომ ებრძოლათ და საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ შემოატრიალეს კვალიფიკაციის შემდეგ ზოგადად ბელგიური უკნები. კი, ფრანკომ ძალიან კარგი ბოლა ჩაატარა, ესეც საუნიშნოდ და წავიდეთ აუდიშში. აუდიშიც ბორტოლეტომ ძალიან მაგარი ბოლა ჩაატარა, მერვე ადგილი საუკეთესო დარჩენილებიდან. ცოტა გაუმართლა ბორტოლეტომ. არ არის ეგ. კი, ხო, ნუ როგორც გვინდა ისე დავარქვათ რა. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხდა ბორტოლეტო და ამის ხარჯზე აჯობა ლინდბლადს, ხო, რომელიც მთელი უკნეები ჩაგრავდა, შეიძლება ითქვას, ყველას დარჩენილებს. კი, მაიქ შეეტყო, სხვათა შორის ამ რეგლამენტს ახასიათებს, ხო, აი რაღაცნაირად თუ მერსედესი არ მოგხსდევს რაღაც ცოტა თანაბარი მანქანები, აი 2 წამი, 3 წამი პრობლემაა უკვე რომ დაეციო რა. გულისხმობ უკან არიგებს, იმიტომ რომ აი ამის შემდეგ როგორც დაბეჭდილება დამრჩა იცი, თუნდაც Audi Racing Bulls, ხო, ფურცელზე ხო ვიცით რომ Racing Bulls სწორ მონაკვეთზე თითქმის ერთნაირად არიან ორივე, მაგრამ აი რაღაცნაირად ლინდბლადი ლოგიკურად უნდა დაწეოდა, ხო, გაბიწვალობდა მთელი რბოლა იმის მიუხედავად რომ კიდევ ერთხელ რომ სწრაფები იყვნენ Audi-ები. იქ უკან არიგებს იყო, აი ჰულკენბერგიც არ იყო, ცუდი ჰალკს კვალიფიკაციაზე ქონდა კიდე ჰიდრაულიკის პრობლემა, ხო, თუ სწორად მახსოვს. და მაგრამ რაც გააკეთა ბორტოლეტომ მართლა დასაფასო. ჰალკი, ანუ რატო ვერ ვაქეფიცი და რატო ვერ ვიძახი კარგს, იმიტომ რომ ჰალკი მე-10-ზე იყო, პოზიციები დაკარგა ლოუსონთან. არა, მე რას გულისხმობ, ცირბოლის მერეც უსაფრთხოების მანქანის მერე ბორტოლეტომაც მოიგო პოზიცია, ჰალკმაც მოიგო პოზიციები, მე-10 იყო და უბრალოდ დაკარგა ჯერ ლოუსონთან მერე, კოლოპინტოსთან მერე, გასლისთან და ბოლოს საბოლოოდ ამათ უკან დაასრულა რბოლა. ანუ ვერ იბრძოლა. სტრატეგიულად ჰალკი ყოველთვის რაღაცნაირად მინუსია ხოლმე. რაღაც გააზრებული კარგი რბოლა არ მახსოვს. რაღაც ჰალკის გუნდის შესრულებით, ხო? სილვერსტოუნის გარდა. ხო, ერთ სილვერსტოუნი იყო, ის ისტორია. ჰასში წავიდეთ აუდიდან, ჰასზეც ბევრს ვერაფერს ვერ ვისაუბრებთ, მე 14 ბერმანს და მე 17 ოკონს. ჰასი ვილიამსთან აღმოჩნდა უცაბედად. მაშინ როდესაც სეზონი დაიწყო, აშკარად საუკეთესო იყო დარჩენილება. აიყინა ერთ ადგილას. ამის სპაიდერმენის ჩაფხუტი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ. ვერაფერი შესრულებით. საერთოდ ვერაფერი ვერ იყო. ის რომ ბონჯოვთან და ერთმანეთს დაეჯახენ. ხო და ბონჯოვისთან აქვთ რაღაც კოლაბორაცია. ერთადერთი რაღაც ტრანსფარგლებს გარეთ თუ რაღაცით დაგამახსოვრებს ასე თავს თორე. ხო ერთმანეთს დაეჯახნენ პლუს ამას არ არის ჯანსაღი გარემო გუნდში როგორც საუბრობთ ხოლმე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ედება შედეგებსაც. საბოლოოდ ალბათ კამაცოს გაუშვებენ. დიდი ალბათობით. და მე მგონი ოკონსაც მიაყოლებენ. კი, დიდი ალბათობით ეს ორი ვერ იგებენ მის ფასს და. და შენ გინდა მითხრა რომ ოკონის გარეშე დავრჩებით ფორმულა 1-ში? ანუ ახლა არ მინდა ყოველ წამს ამ შეხსენებაში და რთული გადასატანია. მაგრამ არის შანსი რომ ოკონის გარეშე დავრჩეთ. ასტონ მარტინი გავიაროთ პირდაპირ თუ ჩვენ უფრო სწრაფად გავივლით დარწმუნებული ვარ ვიდრე ასტონ მარტინი გაივლის. კატასტროფა თუ რამე სიტყვა ალონსო ბოლოს საკეთებ და ფინიშს ხას რო გადაცდა საერთოდ რატომ მოხვდა აბუქს კადრში მოხვდა იმიტომ რომ წრეზე ჩამოჭა მე მიხვდა რომ კადრში რაღაცნაირად ყურადღების მიქცევა უნდა ეკრანს ახედა თან ალონსოს ხო უყარს ეკრანის ახედა ეკრანზე ახედა და ანუ აი ფინიშის შემდეგ დაიწყო დრიფტაობა ხო ანუ აი უნგრეთი და ზანდვორტი ხო როგორც გვპირდებიან ეგ იქნება ალბათ რაღაც მაგრამ ეგეც არ იქნება ხო რაღაც იანეჭვი მეპარებ რამდენი წააგო 10 წამი უნდა ამოიღო თუ რამდენი უნდა ამოიღო რომ სადღაც ხო MP კი 91-ის აირტონის სენას მაკლარენი 2 წამით უფრო სწრაფი იყო ბელგიაში ვიდრე ეს ასტონ მარტინი ხო 1.47-ში არა იმან რა უნდა ილაპარაკო ხო არა კატასტროფულ მდგომარეობაში ასტონ მარტინი ანუ თან ისიც არ არის რომ აი კადილაკი ხო ჩამორჩება მაგრად ვილიამსთან კადილაკს რაღაც რბოლაში შეიძლება 11-12-სთან არის ახლოს და ეს არ ვიცი მაგრამ ქულა აქვს
ასტომატის რაც არ ეგ საერთოდ პარადოქსია. კი, რაც არ უნდა საოცრება იყოს ესეა. და ეს ისევ ალონსო და არა სტროლი. და სტროლი როგორ იქნება და სტროლს გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა და ვერ დაასრულა. რბოლა. Racing Bull-ში წავედით. ამჯერად ლოუსონს შეუწყდა ეს ქულები, ყველა რბოლაში ქულა ქონდა ფაქტიურად აღებული. ამჯერად ალპინებმა ძლიეს და თანაგუნდელმა ძლია და მოდი ვთქვათ რომ მაგრად მოუგო ამჯერად ლინდბლადმა ლოუსონს. ხო და აი ეს მაგრად მოგება რასთან იყო დაკავშირებული არ ვიცი, იმიტომ რომ ორნაირი ინფორმაცია გავრცელდა რა. ჯერ იყო პარმეინმა თქვა რომ ორივეს აქვს განახლებები, ერთადერთი გაგრილება ქონდა ცოტა გაუმჯობესებული ლინდბლადს. მერე დაიწერა რომ მარტო ლინდბლადის ბოლიძე იყო ეს განახლებები და ანუ საერთო ჯამში ის ინფორმაცია ვერ ვნახე რომ ორივეს ერთნაირად ქონდათ თუ მართლა ცალ-ცალკე, იმიტომ რომ მართლა ბევრად კარგი იყო ლინდბლადი ვიდრე ლოუსონი. ლოუსონს ეთყობოდა რომ კვალიფიკაციიდან წვალობდა, ანუ ბრძოლა უწევდა, ეს კიდე რაღაც პრობლემების გარეშე ფენტეზიში ავიყვანე და უნდა გავაგდო ისე რომ დაიწყოს. რამდენჯერ უნდა გავაგდო ლოუსონი. მაგრამ ლინდბლადი აი რა ვიცი, ძალიან კარგია რა. აი რა მოლოდინი ჰქონდა ამ პილოტთან. ცოტა მეტია, ვიდრე მოლოდინი. არა, ეს მქონდა მე ერთადერთი მოლოდინი ის მქონდა, რომ ცოტა შეიძლება ანუ იქ როგორც იქცეოდა, ცხელთავიანობდა, აქ არ მინდოდა ეგეთი ყოფილიყო. ანუ ეს გადადო გვერდზე, მაგრამ იქ კიდე ის ეპიზოდი რაღაც გასლის თვალით დავინახთ, უბრალოდ იქაც დახოცეს ერთმანეთი. რბოლის ბოქსები და რომ გამოვიდა ერთ-ერთი. ხო ჯამში გამოდის ისე რომ ანუ ძალიან კარგი სადებიუტო წელი აქვს არ ვიცი. ნამდვილად არ შევინძლიე არ დაგეთანხმოდა, წავედით ვილიამსში უკვე Racing Bull-სიდან, ვილიამსზეც ბევრი არაფერი სათქმელი, ალბონი მე-15, საინსი მე-16, ამ გუნდმა ეს სეზონი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს და დაიწყოს მუშაობა 27. მე რამდენად უნდა დაივიწყო, მეზობ 1-3 წელია მეტი. არა რა დაიწყებაში სეზონი მაგარი ქონდა. ხო, აი ბოლო რამდენი წელი ავიღოთ. ბოლო 5 წელი რა ვიღოთ, ეს იყო ხო ალბათ საუკეთესო სეზონი. იმ წლებს ეხა გამახსენდა საერთოდ აღარ ვიხსენებ რასელი რო იყო. არა, რასელი კუბიცა. იყო ხო, არ ვიცი, საშინელება. ლატიფი. ამ ასტონ მარტინს ცოტათი ჯობდა ის მანქანა. ლატიფი, სერჯენტი ლატიფი ხო. საოცარი პილოტები. დაუღუპეს კარი. აიტკენიც კი მანდი იყო ერთი რბოლა იყო და ნუ წავიდა, მაგრამ აიტკენიც კარიერა ერთბოლიანი ბაჰრეინში. როცა რასელმა შეცვალა იქ ჰამილტონი. კი, მაგიტომ აღმოჩნდა აიტკენი. წავედით ლიდერებში, დავიწყოთ ფერარით. ფერარით, რომელსაც მოულოდნელად ძალიან მაგარი რბოლა ქონდა და ლეკლერი მინდა აღნიშნო რა. ანუ მეორე რბოლაზე ძალიან მაგრად გამოიყურება. გუშინ ერთი მომენტი კი ვიფიქრე ფენტეზიში. ერთი მომენტი კი ვიფიქრე გუშინ, რომ ჰამილტონი ხო არ ჯობდა გაეტარებინა თქო, მაგრამ მე მივხვდი რბოლაში მოგების შანსი რომ გაუჩნდა, რომ აი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, ჰამილტონი რო არ გაატარა და პიასტრისთან აი ესე კბილებით რომ დაიცვა ეს პოზიცია. თან ცოტა რაღაც ისეთი იყო იმ მომენტში იყო ლუისი სტრაფტო რომ ლუის დაზიანება ჰქონდა ხო ისედაც სტარტზე არ მითქვია ხო რასელთან კონტაქტის დროს როცა შემდგომ ლუისი დაეჯარიმეს ეგ ერთი პლუს რაღაცა ცოტა ის დროება დაბრუნდა ფერარიში როცა ჰამილტონი და თავის არბოლო ინჟინერი რაღაც ტოქსიკურები არიან ერთმანეთთან აი კი რაღაცა ძიძგილაობა იყო რადიოში პლუს ამას შეგიცვალეთო ფთავ ანუ ვერაო ის კი არა რომ არა ვერა ეგ საერთოდ კატასტროფა ვერ შეცვალეთო ფთავ ითხოვდა აცგინდა გვიქენიო მაგრამ ვერაო ფთა შემიცვალეთო და ვერ შეგიცვალე ამას კი ნამ გადასრისეს ის კაცი ფერარიში და ანუ რაღაც განსხვავებული იყო ფერარიში რა ერთს კარგად წავიდა ყველაფერი ჰამილტონს პირიქით რაც შეეხება ლეკლერს მაპლეუს კიდე ჰამილტონმა რომელიც ხო რასელთან ესეც არ ვიცი ჩემთვის ცოტა გაუგებია არა სტარტზე მინდა ვთქვა ანუ როდესაც დაიძრენ და რომ გაიარეს რედილონი და ეს ურგში ხო ლეკლერის ტემპი ვინმე ამიხსნას, ანუ რა სიჩქარითაც მიდიოდა ლეკლერი მაგ მონაკოც. აი კარგად მოემზადა სტარტზე. დანარჩენები გაჩერებულებივით იყვნენ და ეს და რასელი ამბობდა ზუსტად, რომ 20-30% არ ქონდა ბატარეის რა, იმიტომაც რასელი თუ გახსოვს ჩააგდო რასელი. კი, ანუ ძალიან ჩაუქრო. კი. და აღმოჩნდა მაგიტომ ჰამილტონის გვერდით
ჩემთვის იყო ეგ სარბოლო ინციდენტი. აი თუ მაინც და მაინც ვინმე უნდა დაეჯარიმებინათ და მაშინ რასელი არ იყო ამას შავე, ხო, იყო ჰამილტონი და გავიგერო დააჯარიმეს, მაგრამ არ ვიცი პირველი წრე არ დავაჯარიმებდი ჰამილტონს, მოკლედ მე რო ყოფილიყავი, არ იყო. გოლაც გაუფუჭდა ის, მაგრამ რასელი საერთოდ აი რო არ გამოთიშულიყო ჯორჯი, შეიძლება არ დაეჯარიმებინათ. არ ვიცი, მე რომ კი რო გამოეთიშა ალბათ ეგ იყო აი რასელის დარწმუნებული ვარ რაღაცნაირად არ ექნება აგრესია ამ ყველაფერზე აი იმდენად სარბოლოს ხო ეპიზოდიც არ იყო გინდა თუ არა რაღაც კატასტროფა დაეჯახა არ იყო რა ნახდათ არ ყოფილა ეგეთი ეპიზოდი წავედით ფერარიდან უკვე Red Bull-ში ხო ფერარის შეუძლია აქტივში ჩაიწეროს საბოლოოდ ეს რბოლა და შემდეგი რბოლისთვის მოემზადოს ხო უნგრეთში სადაც მე მგონი რომ ფავორიტი იქნება ხო ის ვთქვათ 30,000 ევროთ დააჯარიმეს ჯამში ბოქსის პიტსტოპის ეპიზოდის გამო და კარგია რომ იქ ლუის არ კიდე ლუისი არ დააჯარიმეს ეგეთ ხო როგორც ვივარაუდეთ ლუის სიგნალი აჩვენეს დაძრა ჰამილტონმა წავიდა და უბრალოდ რომ დაინახა ეს კონტაქტი გააჩერა და პირველივე რა თქმა უნდა იკითხა თუ როგორ იყო ფერარის მექანიკოსი დანარჩენი არ ვიცი რაღაც დააკლდა კიმი სილვერსტოუნზე ის გაუკეთა ლეკლერს საბოლოო ჯამში სპაზე და ნუ თავზე მოძალა არ არის მე ის უფრო გამიკვირდა რომ შემდგომ შალი ესე ახლოს იყო კაი ხო ანუ კაი ხანის დია კიდე 07-ში 08-ში უბრალოდ აი შეტევის მანძილზე ვერ ერთადერთი მანდის ხსნა და პრესინგი იყო რომ რაღაცნაირად მესამე სტრაიკი ქონოდა ანტონელის ტრასის ლიმიტები დაერგვია და 5 წამიანი ჯარიმა მიეცათ იტალიელისთვისაც იქნებოდა რა თქმა უნდა ფერარისთვის შანსი. წავედით Red Bull-ში, Verstappen-ი ჰაჯარი. Verstappen-მა აიღო პოდიუმი, როგორც იქნა, დაბრუნდა სამეულში და ჰაჯარის რბოლა აღნიშნოთ. ძალიან მაგარი რბოლა ჩაატარა. ჰაჯარმა ბოლო ადგილიდან გავიდა მე-6 ადგილზე, ისევ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღარ ვიტყვი გაუმართლოთ თქო safety car-ზე. საჭირო დროს საჭირო ადგილას და მინიმალური დროის დანაკარგით, ხო? თან არ დავავიწყდეს რომ გაწირეს ხო ჰაჯარი რეალურად კვალიფიკაციაზე ორი სლიპსტრიმის გამო. მაინც ბოლოზე დგებოდა, ხო მე მგონი. ხო, ნუ ესე ვთქვათ რომ მათ ადგილიან ჯარიმები ჰქონდათ ასტონებს, ჰაჯარს, ლანდო იყო ალბათ ყველაზე მტკივნეული შემდგომ ჰაჯარი და მერე საინსი დაემატათ ამ ჯარიმების კუთხით. ხო, გაიწირა იმიტომ რომ ჯერ ძრავი შეცვალა და მერე რა თქმა უნდა დასახმარებლად მზად იყო. უბრალოდ აი მაგ სლიპსტრიმზეც მინდა ვთქვა რა, როგორ არ მუშაობს ამ რეგლამენტზე. ძველ რეგლამენტზე. მაქსმა თქვა რომ ამის გარეშე შანსი არ მქონდა. ხო, მაგრამ ერთი მიათედი მოიგო. ერთადერთი მიათედი მოიგო, როცა წინა რეგლამენტზე 2-3 მიათედი. ხო, მინიმუმ 2-3 მიათედი იყო უპირატესობა. დიდად არაფერი არ მისცა, უბრალოდ ხო, ერთი ადგილით, ანუ პირველ ხაზზე დადგა უბრალოდ მაქსიკ ჩვენ ვისაუბრეთ რომ ლეკლერმაც აუშვა გაზდამ ფეხი, იმიტომ რომ შეეშალა. თორე შეიძლება პოულზე არა, შემდგომ რომ გამოითვალეს, იყო იმ დროში გაივლიდა, რომ ყოფნოდა იმისთვის რომ პირველ ხაზზე დამდგარიყო. ყვითელი დროშა დაინახა ბოქსებში, ეგონა რომ ბოლო მოსახვევის იყო ეს ყვითელი დროშა და მოკლედ დააგდო სიჩქარე. ისაკი იყო ჩემთვის დღის უნბოლელი ბელგიაში, იმიტომ რომ 21 ადგილიდან გახვიდა მე-6 ადგილზე, რაც არ უნდა კარგი მანქანა იყოს, რაც არ უნდა ახალი ძრავი იყოს და რაც არ უნდა ბელგიის ტრასა იყოს. მაინც ეგეთი მარტივიც გასწრება არ ყოფილა. მაგას ვამბობ, ანუ ძალიან ბევრი იშრომა, თან სტრატეგიულადაც ძალიან სწორად მოიქცნენ და ისაკი იყო ერთ-ერთი, ვინც საკმაოდ დიდი ხანი იარა ერთი კომპლექტით. კი, ჰაჯარმა დიდხანს იარა და თავიდან მოიხადა, ხო, საშუალო ტიპის რეჟიმი აი ალონსო აკეთებდა ხოლმე ეგეთ რაღაცას მონაკოში. პროფესორია ისაკი. Verstappen-ის პოდიუმი ულოცავ ნიდერლანდეთის გულშემატკივრებს მაქსის დაბრუნებას და აწი იქნება მოუმატოს კიდევაც თან Red Bull-ის ტრასები მოდის ხო რაღაც ხრივ Ferrari-ს და Red Bull-ის უფრო ნახოთ მაგრამ ვითომ რატო ხ მონაკოში კარგი იყო მაქსი კვალიფიკაციაში პრინციპში უნგრეთშიც კვალიფიკაციაში თუ კარგი ხარ იქ არ არის ახლა ისეთი ტრასა რომ კოლაპინტომ ჩაგიქროლოს აქედან და იქიდან გასვლის ებრძოდე წავედით მერსედესში ორმაგი ემოცია ისევ ხო მე რამდენად ჯორჯ რასელი გამოეთიშა რბოლას თან ბრძოლის საშუალებაც არ ქონია ტემპიც არ ქონია კვალიფიკაციაც არ ქონია კარგი მოკლედ ჯორჯ რასელის პრობლემები გრძელდება და აქეთ პირიქით
ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჭირდება პილოტს რომ გახდეს სოფლიოს ჩემპიონი. უმატებს და უმატებს პირიქით. პირიქით. ესეთი რაღაც ჭკალა რომ ავიღოთ უმატებს ის კიდე არა და სეზონი რა კარგად დაიწყო ჯორჯმა პირველად. მოგებით დაიწყო. მოგებით და თან დომინანტურად მოიგო, ხო ისე არ მოუგია რომ რაღაცა ნელი იყო, აი ავსტრიისნაირად არ მოუგია ჯორჯს პირველი რბოლა. აი რაღაცნაირი ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ხოლმე ამ კონსპირაციების და რაღაც, მაგრამ არა ხო რაღაცნაირი შეიძლება სიტუაცია გაგიჩნდეს. მერსედესში, ხო? ანუ ეს არ არის ჯორჯი, ესეთი არ არის, ვიცით. გავიგეთ რომ კიმი ძლიერია, მაგრამ ჯორჯის კარგ ვერსიას თან კიმი ესე ვერ იგულავებდა, ასე ვთქვათ რა. ანუ ძალიან მაგარი ბრძოლა ექნებოდათ. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული და არ ვიცი, როცა ერთ პილოტს სეგმენტიდან სეგმენტამდე უჯენ ბალანს ისე რომ ცადა დედამიწა იყოს, თუნდაც ეს კვალიფიკაცია გავიხსენოთ, ხო უჭირდა ანტონელის პირველ სეგმენტში. არ იყო მერსედესი სტაბილური, მით უმეტეს მეორე. ბოლოს დაარტყა ანტონელემ რეალურად. არ ვიცი, როგორ შეიძლება მანქანა რასელის მანქანა სწორ მონაკვეთზე როცა მანქანა არ დადის, ამას ხო პილოტს ვერ დავაბრალებთ. რასალმა თქვა რომ სტილით შეცვალა რაღაც სხვა მიდგომები, მაგრამ არაფერი არ იცვლება ბოლიდან დაკავშირებით და ცოტა საწყენია ეს ყველაფერი, არ მომწონს პირდაპირ ვთქვათ რა. იმის მიუხედავად რომ კიმის ჩემპიონობა რა თქმა უნდა გამიხარდება, მაგრამ არ მინდა ესე გახდეს. აი რაღაცნაირად როგორი სიტუაციაა, იცი, წელს რომ რაღაც პატარა ბავშვის, გათამამებული პატარა ბავშვის თამაშებს უყურებს ირგვლივ ყველა რა და კონკურენცია მინდა. Ferrari ჯერ შორს არის მაინც. იმის მიუხედავად რომ ჭიდაობენ, რეალურად რომ ავიღოთ სიჩქარეში Mercedes-ი მაინც წინ არის და ისევ და ისევ ანტონელის კონკურენტად ჭირდება ვინ თუ არა მის თანაგუნდელი ჯორჯ რასელი. ყოველ რბოლას მაგიმედით ვუყურებ რომ რაღაცნაირად ისევ ის ჯორჯი დაბრუნდება, მაგრამ არ ვიცი, ესე ჩემპიონატს წააგებს ძალიან დიდი უპირატესობით. ანტონელის რაც საინტერესოა კიდე ხო, აი მაგალითად ჯორჯ რასელი რო იყოს ახლა ესეთი დომინანტი, ძალიან მაგარი წნეხი იქნებოდა კონკურენტებისგან. Verstappen-ისგან, Leclerc-ისგან, ანუ იქ რაღაცა, აი ანტონელის ეს წნეხი საერთოდ არა აქვს. ანუ რბოლას იგებს და ყველას უხარია, Max-საც უხარია, Leclerc-საც, Hamilton-საც, რასელის გარდა. ხო, რაღაცა ის აგრესია არ მოდის. თან რა არის, აი კომფორტულად არის გუნდში, ხო? კი. ანუ საერთოდ წნეხი არა აქვს გუნდში. სათბურის პირობებში. ხო, სასათბურო პირობებშია და ეს სასათბურო პირობები პირველ რიგში არ ვიცი რასელმა უნდა გაუქროს, მაგრამ ну ფაქტია რომ ტემპში ვერ ყვება ახლა 2.3-ს რო აგებ უქმეებზე თანაგუნდელთან ხო არ ვიცი ანუ აი ანტონელისთან ჯორჯ რასელის 3-ს რო აგებს შეიძლება ცოტა უცნაურია ჩემს ხო არ ვიცი არ ვამბობ კაცო იქ არაფერს რო რაღაცა იგინდა თუ არა კი ფავორიტიზმი შეიძლება იყოს გავსი რამ ხო ყოფილა მოდი ვთქვათ მაკლარენში იყო თუნდაც შარშანაც არის ხო თეორია კი თეორია პირდაპირ არ თეორიის გარეშე სეზონი ავიღოთ 2007. როდესაც პირდაპირ, ანუ იქ რა თქმა უნდა გაჩნდებოდა ისევე როგორც ახლა გაჩნდა ეს თეორია კონსპირაციული, იქაც გაჩნდებოდა უბრალოდ იქ პირდაპირ თქვა მაკლარენმა, ხო? იგივეს აკეთებდა ლუის ჰამილტონი, რასაც ფერნანდო ალონსო 20 ჯერ უფრო იაფად. ხო. რატო არ ექნებოდა გუნდისგან იმ ადამიანს უპირატესობა, ვინც უფრო იაფად აკეთებს, ხო ამ ყველაფერს? იქნებ იგივე სიტუაციაა Mercedes. თან Mercedes-ი უფრო კარგ სიტუაციაში იმ მაკლარენისგან განსხვავებით, რომ აქ იმდენად დომინაციაში არიან, რომ რასელის გამარჯვებებით შეიძლება ეყოთ, რომ ჩემპიონები გახდნენ კონსტრუქტორები. ხო, მარტო ანტონელის. ხო, რაღაც ქულებს ახლა რასელიც აიღებს, რა თქმა უნდა, ისე ხო არ იქნება, რომ ქულა უბრალოდ აი რაღაცნაირად მეცოდება ჯორჯი, აი პირდაპირ თქო მეცოდება ჯორჯი, იმიტომ რომ ამდენი წელი ამ გუნდში იყო. რაღაცნაირად ემზადებოდა, აი ამ მანქანისთვის ჯორჯი ემზადებოდა და უცებ მოდის ვიღაც ბავშვი, რომელიც ჯდება შენს ბოლიდში და გართმევს ყველა ოცნებას, რაც ქონია. და შენზე უკეთ მართავს ამ ბოლიდს. ხო, ნუ ჯამში ეგრე გამოდის რა, რაც არ უნდა ვილაპარაკო კონსპირაციაზე გამოდის, რომ რაღაც დროს როგორც ხდება ხო გუნდში, სულ უფრო და უფრო იზრდება სხვაობა თანაგუნდელებს შორის, როგორც კი ერთ-ერთი თანაგუნდელი იღებს სათავეებს ხელთ, ხო? ეხლა ანტონელი არის აი აშკარა გუნდში პირველი პილოტი. ხო, აშკარა.
შედეგები ხო? ხო, მე მგონი ძალიან ფორმულა 1-ში. მოკლედ მეცოდება ჯორჯი, ამას არ ველოდი წელს. აი ჩვენ გადაცემაში რომ ვამბობდით, რომ შენ ამბობდი, რომ წელს ვერ გახდება ანტონელი ჩემპიონი და მოიგებს მე ვამბობდი 3 გრან-პრის რაღაც. აი ეს მოლოდინი მქონდა, რომ რაღაც ჭიდაობა იქნებოდა გუნდში, მაგრამ ესე კი ესე მოიგებს კი არა, შეიძლება იმაში რა ქვია. დაადრევად მოიგოს. ბრაზილიამდე მოიგოს რაღაც. აი უბრალოდ ამაზე მწყდება გული, რომ რაღაცნაირად აი Silver War-ი არ გვაქვს რაც იყო 2016-ში. არა და კანადაში რა კარგი იყო, რა კარგი საყურებელი. აი ზუსტ აი ესეთი სეზონი უნდა ხო. აი ჯერ რა საყურებელი, რა მაგარი, აი უმაგრესი სანახავ, იქაც გაფუჭდა რასელი კი. წავედით მაკლარენში, მერსედესებიდან. მაკლარენს თითქოს კარგი რბოლა უნდა ქონოდა, მაგრამ აი ნორისის დასანანი, მოდი პიასტრიც ძალიან კარგი ტემპი ქონდა, სანამ დაკარგავდა იმ ფრთას. უბრალოდ ნორისი იყო უკეთესი. ნორისი უკეთესი იყო. ცოტა უკეთესია. ნორისი მე გავთამამდები და ვიტყვი რომ მოგებისთვის იბრძოლებდა ამ რბოლაში. სადაც ანტონელის პრობლემები შეექმნა, ვინ იცის უსაფრთხოების მანქანის. აი შეიძლება იმ ხელა უპირატესობა ქონოდა ნორის, რაც ლეკლერს არ ქონდა. და მოეგო ჩვეულებრივ. აი უპირატესობა იცის სად გამოჩნდებოდა მეორე სექტორში ზუსტად. სადაც შეიძლებოდა გაქცეოდა მერსედეს. ანუ აი რას შევადარებ, იცი ლეკლერზე უკეთეს სიტუაციაში იქნებოდა ნორისი, აი ეს სცენარი რომ მაკლარენის შემთხვევაში ყოფილიყო რა. ლანდო კიდევ ერთხელ ვიტყვი. ძალიან კარგია წელს. კვალიფიკაციაზეც კარგი იყო და ზოგადად მაკლარენმა მოუმატა მაინც პროგრესი უფრო. უბრალოდ შედეგით ვერ უმატა. ხო, შედეგით ისევ მეშვიდე, აი მეხუთე მეშვიდე რო ხარ ტოპ გუნდი, მაგრამ ისევ იყო. გუნდი კი არა, მოქმედი. სულ 8 ადგილია 4 გუნდიდან ვიღაცა გავა მეშვიდე მერვეზე, ხო? და ანუ ეგ არის, რომ მაკლარენი აქ გავიდა, მე ფერარი გავა და ფერარი ჩააგდო, ანუ ვიღაცა აგდებს ნებისმიერ შემთხვევაში. თან აგდებს 2-1. ხო, აგდებს. პიასტრის ისიც თქვა დაზიანება ჰქონდა და ამანაც შეუშალა ხალხმა დაუზიანა ბარჯბორდი და ლუისმა თქვა სხვათა შორის ბოდიში 3-1000-ს კარგავდიო. ფრთის გამო 3-1000-ს თუ კარგავდა, აბა ლუის 2-დან 3-1000-ს ხო პრობლემა ჰქონდა მოკლედ ჰამილტონსაც. ჩემპიონატში რა ხდება? ანტონელი 204 ქულა, 200 ქულიან ბარიერს გადაცდა კიმი და გაზარდა კიდევ სხვაობა 45 ქულა. უკვე სხვაობა ანტონელის და ჰამილტონს შორის. შემდეგ მოდის რასელი, რომელიც უკვე 50 ქულას აგებს ანტონელისთან. თითქოს აღდგენს ხო იმ სტატუს-კოს 60 ხო, რაც დაკარგა ეს რბოლები, ბოლო 3 რბოლა ანტონელიმ ამჯერად უკვე ისევ ამოიწია. წინ ლეკლერი წამოეწია სხვათა შორის ჰამილტონი რასელის წყვილს. უკვე არც ისე შორს არის, შარლი 126 ქულით არის, აი ნორისი გადაცდა 100 ქულიან ბარიერს, 103 ქულა და 92 პიასტრის მაქს ფერსტაპენი დაეწია ერთ ქულაშია, უკვე მაქსი. ჰაჯარი იქ შუაში არის. გამაგრებული მერვე ადგილზე არც ალბონივით არის ხო შარშარა მეგონი ალბონი იყო მას დარჩენილებიდან საუკეთესო ჯერჯერობით გასლი არის 42 ქულით ლოუსონი მოდის მეორე ადგილზე 39 ქულით ესე ვიტყვი მე მეორე ადგილს მესამეზე არის ლინდბლადი და მეოთხეზე კოლაპინტო აქაც ბრძოლა არის აი ლინდბლადი რამდენი ჩამორჩება გეხოცები ბევრი 17 ქულით ჩამორჩება ლოუსონს აი ერთი პოდიუმი ერთი პოდიუმი არის, ხო, სადაც ჰაჯარმა გამოაცხო შარშამა. არა, ისინი ბულზეზის ზანგორტის თემა არის, აი ერთი რა არ მომწონს, იცი, აი ამ სეზონის განსაკუთრებით. შარშანდელ სეზონში თუ აი ბექმარკერები რაღაც მომენტებში ცოტა ახლოს იყვნენ ლიდერებთან, აქ რაღაცა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ აი ლიდერ 4 ხეულს რომელიმე ბექმარკერი სადმე გაეჭიმოს. თან რაღაცნაირად აი არ გენატრება რაღაც ვილიამსის ქულებში ბრძოლა, ჰაასის ქულებში ბრძოლა 2000 წლის თუ 2019 წლის ერთ-ერთი რბოლის ის იყო YouTube-ზე კადრები და სასტარტო პანდეზე რა ხდებოდა, იცი? ანუ კი რაღაც შუმახერი იდგა პოლზე, მეორეზე იყო ტრული, ჯორდანი, თიქ. მესამეზე ოლივიე პანისი პროსტ პეჟოტი და იქ მეოთხეზე ჟანალეზი ზაუბერით და აი გრიდი იყო ეგეთი რა, ანუ სულ სხვადასხვა ბოლდი ბექმარკერი ჩახტებოდა, რაღაც პირველ ხაზზე დადგებოდა, მეორე ხაზზე დადგებოდა. ესეთი იქაც იყო გამორჩეული აუთსაიდერი, ხა მინარდი და ეროუსი და გამოკვეთილი აუთსაიდერი იყო, თუმცა ვიღაცა რაღაცას შვებოდა ხოლმე.
ხო, ალბათ ეგ იმიტომ რომ რაღაც ძალიან ჩარჩოებში მოექცა ფორმულა 1. ყველაფერი აკრძალული აქვს. ხო, ადრე ვიღაც ინოვაციას ვიღაცა რაღაცას გამოიგონა. ეგრევე კოპირება მიდიოდა. აქ გამოიგონებ ეგრევე ბეჭედი გაქვს დარტყმული რომ აკრძალება და აღარ იქნება, იმიტომ რომ ვიღაცებს ფული არ აქვთ, რომ ეს ყველაფერი თვითონაც გადააკოპირონ. ანუ ამიტომ არ მივესალმები ჯერ ერთი ამ ბიუჯეტის ჭერს, ანუ ფორმულა 1 ყოველთვის ესე იყო რა, ვისაც მეტი ინოვაცია აქვს, ვისაც მეტი დახარჯვა შეუძლია, იმან უნდა დახარჯოს და ზუსტად ეგ აი ჰაჯარის პოდიუმზე გაგახსენდა ხო ეგ? კი. რომ არც ჩანს აქ არავინ. ეს შეიძლება კი. მე მქონდა სეზონის წინა ის ბერმანი მინდოდა პოდიუმზე. მეგონა რომ ეხლა რო უყურებ დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან დიდი სისულელია ხო? იმიტომ რომ შეუძლებელი. და აი ეგ თქვი ზუსტად იმიტომ რომ აი შარშანდელის რაღაც ბორტოლეტოს კარგი რბოლა მონცაზე ხო? ანუ იყო ისეთი რაღაც ჰალკი ავიდა ზაუბერით რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. საინსი? ხო, ორჯერავი იყო პოდიუმზე, ხო? ანუ იყო ეგეთი რბოლები, სადაც ბექმარკერი მეტად ჰქონდა შანსი. კი, გაიჭიმებოდა, ასე ვთქვათ, კარგი შედეგისთვის. აქ წლევანდელ სეზონში ეგეთი რაღაცა, ანუ წარმოუდგენელი შეუძლებელი. მგონია, რომ ეს გასლი იყო, ხო? გასლი იყო, ოღონდ მონაკოში, აი, რავი, მონაკო, ხო. წვალებით, ისის ჩხუბით, რაღაცებით ბოლოს ავიდა. არც მდგარა. არც მდგარა პოდიუმზე და მოკლედ ხო შეიცვალა რაღაცეები და იმედი მაქვს მაინც რომ რაღაც დროს შემცირდება ეს ხვაობები და გაუჩნდებათ ისე ბექმარკერებს სენსაციები გვენათ შანსი კი მერსედესი ლიდერობს კონსტრუქტორებს 358 ქულით აქ ძალიან გაუჭირდება ფერარის მაგრამ ვინიცის არ ვიცი ეს ძრავზე რომ მოუმატებენ იქნებ ჯერ კიდევ 12 რბოლაა ოფიციალურად წინ და შეიძლება 14-იც იყოს საბოლოო ჯამში ის ორიც გაუქმებულიც დაამატონ 13 უფრო ალბათ მაგრამ შეიძლება არის მაკლარენი 195 ქულა რედბული 151 რედბული ნელ-ნელა სხვათა შორის მაკლარენს უმცირებს სხვა იმიტომ რომ ჰაჯარმას დაიწყოს კი ალპინი და რეისინგ ბულსი 61 ქულა აქვთ აქ მაგარი ბრძოლა აქვს ამ ორ გუნდს. თანაბრადარი. კი. და აი აუდი უნდა იყოს თითქოს ამ ბრძოლაში, მაგრამ აუდი ჰაასთანაც აგებს და ვილიამსთანაც აგებს. 21 ქულა აქვს ჰაას, 11 ვილიამს და 10 ქულა აქვს მარტო აუდის. აი ზუსტად ეგ არის, იმათმა ერთი გაარტყეს და ისვენებენ. ესენი ყოველ რბოლაში წვალობენ გულისხმობ აუდის. კი. და აი რაღაც მინიმალურ ქულებს კაჩავენ, ცდილობენ რომ იმდნენ და არ გაგიკვირდეს რომ კიდე ეგრე მოხდეს სადღაც ჰაასმა და ვილიამსმა კიდე ეგრე იყოს სუყე ქულები და ამათი ორ-ორი წვალება საერთოდ წყალს ჩაიყარა. თითო და ორ-ორი ქულით მერე უნდა ეწიონ. კი, აუდის აი ეს ჯერჯერობით არა აქ რომ აი ვიღაცეები ვერ ძლებენ და ამათმა გაძლონ და რაღაც მაღალი ქულები აიღოს. პირველი ალბათ ვინტბე თუ ეთიშება, აუდი ეთიშება. ხო, ტექნიკური პრობლემა მე მგონი ყველაზე ხშირი. მე მგონი ასტონ მარტინზე ხშირი. ასტონ მარტინზე ხშირი. აუდის ემართება ხოლმე. კვალიფიკაციებში ვარჯიშებზე, ანუ სულ რაღაც ტექნიკური პრობლემა აქვს. მაგრამ ანუ სისწრაფე აქვს რა პირველი. ხო, მაგრამ აუდის ყველაზე დიდი პასუხისგებლობა აქვს თან, ხო, ძრავი აქვს თავისი და ამ ძრავს ასე ვთქვათ აფოფინებენ, რომ ეს ძრავი იყოს კარგი მომავალ წლებში რომ იბრძოლონ რაღაც მაღალი მიზნებისთვის. და ნორმალურია. ნიშნავს სხვა შორის ძალიან სწორი ის არის გეზი აქვს აღებული, ძრავი თუ არ გაქვს კარგი, რაც არ უნდა აეროდინამიკა აკეთო, გაზს ვიღაცა და დარჩები უკან. შანსი არ არის. შენ დღის ბოლელი, როგორც მივხვდი, ჰაჯარი არის. კარგი, ჰაჯარი დავოდ არის, მაშინ მე მეორე ადგილოსანს გავაკეთებ რბოლის იმის მიხედვით, ლეკლერს ვიტყვი მე დღის ბოლელს. რადგან ლეკლერმაც, ანუ ჰაჯარმა უდაოდ საუკეთესო რბოლა ჩაატარა, მეც გეთანხმები ამაში, უბრალოდ ლეკლერს ვირჩევ, იმიტომ რომ განსხვავებული ავირჩიო და თან შარდი რაღაც ხრი იმსახურებს კიდევაც ამ წოდებას იმდენად აი რაღაც ისე რომ გაყვე რა. ჰაჯარი უფრო არ უნდა მოიგო დღის ფუტბოლელი, ანუ რა ნომინაცია მოიგო დღის ბოლოს. ხო და აი რა ნომინაციითაც არჩევენ ხოლმე დღის ბოლოს, ანუ საქმის არ ძალიან მაგრადი არ და კიდევ ერთხელ ვამბობ შა მე არც მეგონა რომ ასე გაყვებოდა ანტონელის. მაგრამ აი რაღაცნაირად ამისი მე 21-დან მე 6-ე მაინც ყვი. უფრო ის ყვირავა არის, კი, მაგრამ ლეკლერმა მოიგო ხო დღის ბოლელი მაინც. ანუ ჰაჯარზე სიმპათიური. წავედით გულშემატკივრის შეკითხვებზე. აბა,
პირველი შეკითხვა, თქვენი აზრით რალფ შუმახერი ფერარიში რომ ყოფილიყო, მის ძმას დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, ან ვინ შეძლებდა იმ ფერარით პრაიმ შუმახერის გაჩერებას? რალფი ვერ შეძლება. რალფი პრობლემებს სადმე უქმნიდა თავის ძმას, ალბათ სახში კამფეტებს პარავდა ხოლმე, წაგით. მაქსიმუმ ხო. მაქსიმუმ ეს ყოფილიყო ყველაზე დიდი პრობლემა მიხაელისთვის. რალფის ხრიდან. მიხაელისთვის ვის უნდა გაეწია კონკურენცია? ჰაკინენს ალბათ იმ წლებში რო ყოფილიყო გუნდელი. მეტი აი გუნდში, ანუ უდიდეს პატივს ცემ ჰაკინენს. ანუ ეგეც კონკურენცია, ანუ არ ვიცი. ჰაკინენი კი ამბობს მე უკეთესი ვიყავიო, მაგრამ ერთ წრეზე უფრო სწრაფი იყო ჰაკინენი. მაგრამ უბრალოდ ბოლაში ხო საერთოდ სხვა. ბოლაში შუმახერს ჰქონდა საერთოდ როგორი რაღაც. სწრაფ წრეს თუ არ აჩვენებდა თან მოგებასთან ერთად. იმ ბოლას არ თვლიდა რომ მოიგო, მაგრამ ან თუ შუმახერს ჰქონდა მომენტი რომ აი კონკურენტისთვის უნდა დაეჩაგრა რა კონკურენტი. კი, გეთანხმები. აი ეგ მომენტი ჰქონდა რა და ანუ თანაგუნდელი იქნებოდა, ძმა იქნებოდა, კონკურენტი იქნებოდა, მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს კადრები, სადაც იმეტებს თავის ძმას. კი, ბარსელონაში იმეტებს რალფს ბარიკელოს. მონაკოში ჯახება მოკლედ. არა ხო, ანუ ძალიან გაუჭირდებოდა ვინმეს შუმახერის, პრაიმ შუმახერის ეჯობა პრაიმ მესის როგორ უნდა აჯობა. მოდი მე რას ვიტყვი, იცი რომ აი ბარიკელო უბრალოდ ახლა ჩანს ესე და აი ძალიან დაიჩაგრა შუმახერთან, თორე ბარიკელო იყო ის ძალა, ვიზე შეგვეძლო გვეთქვა რომ ალბათ აი ბარიკელო შეიძლება არ დაჩაგრულიყო. როგორ უნდა გაიარო ამ ბოლიდითო ამ დროში. ეგ 96-ში რომ დაინახა შუმახერი, ანუ ჯერ თვითონ დაჯდა ამ ბოლიდზე რომ გამოვიდა ტესტებზე და შემდგომ შუმი რო დაჯდა და ჯერ რო გაატარა მაგაზე გაგიზდა რომ ამას რო სიარული შეეძლო საერთოდ არ იცოდა ამ ბოლიდს. და ნუ სიჩქარეშიც ეს ტაიმერზე დაიხედეს და რაღაც სხვა დრო იყო და არა ისეთი ეს დრო არ უნდა ყოფილიყო ამას. იროენი გაკვირვებული იყო. ესეთი ფრთა ქონდა, ანუ ხო, არ ჭრიდა. რო შეხედავდი ვიზუალურად 96 წლის ფერარის, 1 წლით, 2 წლით უკან იყო დანარჩენ ბოლიდებზე. ვიზუალურად სატესტოთან უარესი იყო. წარმომიდგენია. მოკლედ, არ ვიცი, იმ წლებში ალბათ ერთ გუნდში ჰაკინენი იქნებოდა, კიდევ ვინ იყო შეიძლება ვერ ვიხსენებ, ყულთარდე არა. ფრენცენი ვერ იქნებოდა. ფრენცენიც ნიჭიერი იყო, მაგრამ ხო. ჰილი ვილნევი არ ვიცი, უდიდეს. არ ვიცი, შუმახერთან ვერ, აი ჰაკინენი მე ეჭვება, არ და ჰაკინენი როგორი კარგი იყო, ხო და ეხლა დანარჩენები. იმ ეპოქაში ალბათ მაინც შუმი ჰაკინენი. მერე აი ალონსო რომ მოვიდა, კიმი რომ მოვიდა, იქ შეიძლებოდა რაღაცა. აი უკვე სხვა არა ოსბერგს ვერ ჩავთვლი ხო? არა, ოსბერგს ვერ ჩავთვლი 40 წელს გადაცილებული შუმახერი 3 წლიანი ჩავარდნის მერე დაბრუნებული. ერთადერთი ლუკა ბადოერს ჰქონდა. კარგი, წავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. თქვენი აზრით 2018-ში ლუისი ფერარიში რომ ყოფილიყო, ხოლო სები მერსედესში ვინ გახდებოდა ჩემპიონი? სები მერსედესში. ანუ აი მე დაახლოებით ხვდები ეს შეკითხვა, საიდან მოდის ან რატო მოდის. ალბათ აი შემიძლია ვთქვა რომ უფრო მდგრადი ფსიქიკა აქვს ლუის ვიდრე ფეტელს და შემიძლია ისიც ვთქვა რომ უფრო მეტად გაუძლებდა ლუისი ფეტელს ვიდრე ფეტელმა გაუძლო ლუისს. თუმცა ფეტელმა რომ აქამდე მიიყვანა რომ ბრძოლა გაუმართა, ხო იმ მერსედეს ბრძოლა ვინ გაუმართა? რომელ წლებ 2018 ხო? ვინ გაუმართა ბრძოლა? ვერავინ. ფერარიში მოდი რეალისტები ვიყოთ. ფერარიში რაიკონენის მერე ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე საერთოდ ვინ აალაპარაკა ვინმე? ფერნანდომ და მერე ფეტელ. ნუ ფერნანდო იყო ყველაზე ახლოს ჯამში. და მე ჰიბრიდულ ერაში გულისხმობ, ხო? ფერნანდო იყო ახლოს და ნუ აი ფეტელი ხო ეგორი იყო. ჰიბრიდულ ერაში ფეტელი იყო მარტო. ფერარი. სხვა არ ვიცი, რატო ვერ მოიგებდა? ანუ ვინ? მოიგებდა ფეტელი. მერსედესი? გავიგე, რა ქვია, მდგრადი ფსიქიკა და ფსიქიკა კარგი ფსიქიკა ქონდა Red Bull-ში. ფეტელს. როცა დაალაგებულ გუნდში ხარ, ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველაფერი თავის ადგილზეა, ანუ ხო, ალბათ მაინც მოიგებდა, მაგრამ უფრო მეტ უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებდა მგონია რა, აი მაინც ესეთი ის მაქვს. შტაბეჭდილება მრჩება ესეთი.
მაგრამ აი მე შეიძლება რას ვფიქრდები, იცი სისწრაფე, სუფთა სისწრაფეზე მაქვს რა საუბარი, სუფთა სისწრაფით ფეტელი, რავი, ანუ თავის ეპოქაში შეიძლება ყველაზე სწრაფიც იყოს სუფთა სისწრაფით. აი იქნებ სუფთა სისწრაფის ხარჯზეც იყო რომ ჩემპიონობი ხო არ ვიცი და ანუ ეხლა ვერ გაიგებ ხე შეიძლება ეგ სადღაც რავი ალბათ მაინც გახდებოდა ჩემპიონი მე ხო ანუ საერთოდ არ მიკვირს რომ გახდებოდა ჩემ ფეტელზე ვსაუბრობთ ღმერთო ჩემო ვიღაც ჩვეულებრივ პილოტზე ხომ არ ვსაუბრობთ 4 წლის ჩემპიონია ამდენი გამარჯვება აქვს ამდენი პაული როგორ შეიძლება ფეტელზე ვისაუბრო რომ სეზონის ყველაზე სწრაფი მანქანით ვერ გახდებოდა ჩემპიონი ანუ ვინც არ უნდა ყოფილიყო იქით ეს მანქანა იყო სეზონის ყველაზე სწრაფი კი უდავოდ ეგრე იყო წავედით შემდეგ შეკითხვაზე თქვენი აზრით ვინ არის 2000-იანების 2010-იანების და 2020-იანების მეერე წლების საუკეთესო ხო წლების საუკეთესო ბოლელი ალბათ ამ პერიოდებში შუმახერი ჰამილტონი ვერსტაპენი აი ეს ფეტელთან მივდივარ აი 2010-დან 20-მდე ცოტა გაყოფილი ხوار მქონდა გაყოფილი თავო ფეტელმა ისეთი დომინაციით მოიგო თავში მაგრამ თუ 10-იანებს თლიანად იღებ ალბათ ხო ნუ იმიტომ რომ ჯამში იმას მეტი მოგება აქვს მეტის მაგრამ ისიც ვთქვათ რომ მანქანას მეტი შეეძლო მერსედესი Red Bull-საც შეეძლო არა წლები უფრო მეტად გადანაწილდა ხო ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა ხო ზუსტად ხო მაგრამ მაინც ჰამილტონი კი შუმახერი ჰამილტონი და ვერსტაპენი ალბათ ხო შენც იგივე აზრი კი ანუ თქვენიც გითხარით საინტერესოა ბატა და লিო თქვენი აზრით სებასტიან ფეტელი 15 17 18 და 19 წლებში ფერარით რომ მოეგო და მეორეზე არ გასულიყო ჩემპიონატში იქნებოდა ყველა დროის გოუთი ფეტელზე გვაქვს დღეს ბევრი კითხვა ალბათ იქნებოდა ახლა 8 გზის ჩემპიონი თუ იქნებოდა 4 ფერარით 4 Red Bull-ით ჰამილტონს თუ ეძახიან გოუთს რატო ამასაც რატო არ ნუ ეგეც განსხვავებული ახლა გოუთს კიდევ ერთხელ მეორე განმარტება ყველას ეგ კითხვაც არის შემდეგი კითხვა ეგ არის ვის ეკუთვნის თქვენი აზრით გოუთის წოდება ჩემთვის ჰამილტონს ჩემთვის ხუან მანუელ ფანხიოს ხო აი რატო არა ხო ფანხიოსაც ეკუთვნის სენასაც ეკუთვნის შუმახერსაც ეკუთვნის ჰამილტონსაც ეკუთვნის და ალბათ ვერსტაპენსაც მივეკუთვნებთ თუ წესიერად მოიქცეთ ალბათ მაინც აი წინა კითხვა რო იყო ეპოქები რო დავყავით რა ესე უნდა დაყო რა აი წარმოიდგინე იმ პერიოდში საერთოდ არსებობდა მილიონი მძღოლი ხო იქიდან რაღაც 1000 იყო მრბოლელი და იქიდან იმ 1000-დან რაღაც ავტოსპორტში იყო 300 ხო რეალურად და იქიდან კიდე 20 იყო ფორმულა 1-ში და იმ 20-დან ისე ერთი იყო წარმოიდგინე ხო ის ერთი იყო ვისაც სახში მიქონდა ყველა გამარჯვება ელჩუეკოს მიქონდა როგორ შეიძლება გოუთი არ დაუძახო ხო თავის ეპოქის 50-იანებში ალბათ ფანხიო ხო ფანხიო ხო უბრალოდ იქ კიდე გვეჩაგრებიან ვიღაც ასკარი მოსი გვეჩაგრება ანუ აქეთ გვეჩაგრება კლარკი ხო რა კლარკი ალბათ მაგრამ 60-იანების გოუთი კლარკი რო თქვა წარმოიდგინე იქ არის ჯეკი სტუარტი გრემჰილი ეგრე არ არიან რა ეგრე არ არის იქ არის ფიტიპალდი მაინც 70-იანებია მაგრამ 70-იანების გოუთი ვინ არის ლაუდა ხო მაგრამ აი ლაუდას პრინციპში სტუარტი აქეთ ბრებემი როგორ გინდა ვინები გინდა რომ გამოტოვო ხო ალბათ 80-იანებში უნდა აიღო სენა და პროსტი უნდა გამოტოვო პიკე უნდა გამოტოვო ხარჯული არის სამივეთან 80-იანებში მოიგო პიკემ 91-3 და 7 სენაზე მეტი მოიგო და პროსტზე მეტი ხო 80-იანებში კიდევ ვინ ყავდა აი კეკეროსბერგს დავანებოთ თავი კეკეროსბერგი ჟილ ვილნევი რამრბოლელი იყო ზოგადად ხო ანუ იმიტომ არის რთული ამიტომაც ფანხიო ხო სენა ელჩუეკო და სენა არგენტინა ბრაზილია არა ალბათ მაინც საბოლოო ჯამში მაგრამ მაინც ფანხიო ცოტათ სუბიექტურები თუ ვიქნებით კი შემდეგი შეკითხვა გამარჯობა მაქსის პოტენციური მაკლარენში გადასვლაზე რას ფიქრობ ძალიან ბევრი იწერება უკვე ამაზე და პიასტრის აწავა ამ შემთხვევაში გაცვლიან პილოტებს ალბათო მე ანუ ყოველთვის სკაუსი ასე ვთქვათ ხმამაღალი განაცხადები რო იწერება მე არ მახსენდება რომ ეს არასრულებული იყოს
აი ერთი ისო მაქსთან დაკავშირებით ხო რომ მერსედესში გადასულიყო და არ გადავიდა. ხო, მაგრამ ესე არისო, როგორც ახლა McLaren. ხო, არა, აქ motorhome-დან გამოდიან, შედიან იოსი და მაქსის ვერნულენი, ის მაქსის მენეჯერი, ცოტა უცნაურია, პლუს ამას ამძაფრებს ლამბიასის გადასვლა. თვითონ ამბობს მაქსი რომ უნდა Red Bull-ში დაასრულოს კარიერა, მაგრამ ამასთანავე უნდა რომ მანქანა მიბრძოლოს გამარჯვებებისთვის, რაც გასაგებია. დღეს მაქსი რო გადავიდეს Red Bull და ვერავინ ვერ დაუძახებს მოღალატეს, ხო, პირიქით ამდენი ხანი. კიდე მე მგონია რომ წელს წავიდო და გაიქცეოდა სხვა გუნდიდან. კი, არა, მაქსი ბევრად უფრო ისეთი ხისტი ჩანს, ვიდრე არის. ვიდრე არის, და საკმაოდ ერთგული გამოდგა, ხო, იმიტომ რომ პილოტი ეგოისტია, პილოტი სადაც გრძნობს რომ ტექნიკა დადის, ყოველთვის მიუწევს გული იქითკენ და სწორია ეს, ხო, ანუ რისთვის ხარ კარიერას იწყობ იმისთვის რომ მოიგო თუმცა ლანძღვას არ ერიდება ხოლმე ბოლიდის. ეთქმის. კი, ეთქმის. იმიტომ რომ მართლა ყინულზე დგას ორჯერ ფთარ დაიკეტა, ისე დაიმტვრა რომ რავი ძლივს გადარჩა. ალბათ მაინც გადავა რა. და პიასტრი Red Bull-ში. უბრალოდ აი ვერ ვუყურებ რომ მაქსი ძალიან კარიერას ერთ გუნდში ჩაამთავრებს ნუ რეისინგ ტორო როსაც აი დათვლი. პიასტრი Red Bull-ში ამ შემთხვევაში აი კაი ვთქვათ მაქსი გადავიდა McLaren-ში, პიასტრი გახდა თავისუფალი აგენტი და აი Red Bull-ს უნდა პიასტრი, აი როგორც იწერება უნდა. ხო, მაგრამ ცოლოვი, მაშინ ლოუსონი მე უნდა არ გააგდონ. წავიყვანდი. ან ცოლოვი არ უნდა წაიყვანონ, ან ლიდბლადს ვერ გააგდონ. უბრალოდ აი ნახე პიასტრის და ლოუსონ შორის არჩევანი რო ქონდეს პიასტრის ხო წაიყვან. მაინც პიასტრის წაიყვან. კი, მაგრამ ცოლოვი ლოუსონს გაუშვენ და დასწავ რეისინგ ბულში ხო. ძალიან ცოდოა ლოუსონი გასაშო. ხო, მაგრამ აი ძალიან კატასტროფულად ცოდოა. ასეთია ეს სპორტი არის ასე. ეგეთი არის. 2021 წლის სეზონის თემას ბევრჯერ ეხებითო გისაუბრიათო, მაგრამ მაინც ვიკითხავ იმის გათვალისწინებით, რომ FIA Max-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილებაც მიიღეს რაღაც მომენტებშიო და ლუისის სასარგებლოდ დაცო 21-შიო. კონკრეტულად ბოლოს არ გულისხმობ. სეზონის განმავლობაში გულისხმობ. რამდენად სამართლიანი იყო მაგ სეზონში Max-ის გამარჯვება საერთო ჯამში. რა ვიცი, მე სულ ამას ვამბობ, რომ მე რომ ჩემზე რომ იყოს ორივეს მივცემდი ტიტულს მაგ წელს იმდენად შემეწოდებოდა ერთიც რომ წაეღო და მეორეც უბრალოდ სხვა ლიგაში იყო. ხო, ლუის რაც დაემართა და დამართეს ფაქტია, მაგრამ აი ვის მოუბრუნდება სიტყვა და იტყვის რომ ბოლის გარდა მაქს არ ეკუთვნოდა, ნუ ბოლაც მაქსის აბრალია პენალტს რო გიდებენ ფეხბურთში არ გაიტან, ანუ რა თქმა უნდა გაიტან. რაღაც ეს სიტუაციაში იყო Verstappen-ი და ორი მართლა შენ თქვის არ იყოს საერთოდ სხვა ფორმულა 1-ში იყვნენ ეს. ანუ საერთოდ სხვა ლიგაში ტიპები ორი ცალკე დადიოდა და დანარჩენები მე ალბათ ანუ რაღაც კოლოსალური სხვაობა იყო. ანუ ორივე ფორმის პიკში იყო. ორივე აი რაღაცა საოცარი. მე არ ვთვლი რომ ახლა დამსახურებლად მოიგო, იმიტომ რომ შემდგომი სეზონები და ისი ატარებს თავის კარიერას, აი ვიღაც რო ყოფილიყო მოეგო და უცებ გამხრალიყო, აი როსბერგს რომ მოეგო ეგრე და წასულიყო, ვიტყოდი დღემდე რომ არ იმსახურებდა მაგმოვებას, მაგრამ მაქსი ამტკიცებს რომ იმ წელს ღირსი იყო ჩემპიონობის, მაგრამ როგორ უნდა თქვა რომ ლუისი არ იყო. კი. უბრალოდ მაქსი მეტი მოტივაციით იყო, ლუისი მოქმედი ჩემპიონი იყო, როცა მოქმედ ჩემპიონს ებრძვი მაინც უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რა თქმა უნდა და მულტი ჩემპიონს რო ებრძვი. და ალბათ ვერ დავუძახებ რომ უსამართლო იყო. მაგრამ ნუ ბოლა რა თქმა უნდა უსამართლო. ბოლა ეს ამაზე ყველა თან ხდება რომ უსამართლო იყო, რა თქმა უნდა. შემდეგი შეკითხვა, გამარჯობა ბიჭებო, ბოლაზე რომ თანაბარი ქულებით შეხვდნენ შარლი, ლუისი და კიმი. დარჩენილია 7-8 წრე. ლუისი ლიდერობს და ორ წამში ყავს შარლი და კიმი, რომლებსაც ახალი საბურავები აქვთ და დიდი ალბათობით გაასწრებენ. ეცდება შარლი რომ შეაკავოს კიმი, თუ გაუშვებს ლუისი შალს და თავად შეაკავებს კიმის. ლუისი გაუშვებს შალს, თავად შეაკავებს კიმის. ანუ ლუის არ აქვს ჩემპიონობის შანსი. კი, ერთნაირი ქულებით არის. რატომ უნდა გაუშვას? არც ერთ ვარიანტში არ გაუშვა. არა, რა თქმა უნდა, არავინ ხარავის. მაგრამ თუ გაასწრებს, რა თქმა უნდა, არც შემდეგს არ ანუ ნებისმიერ შემთხვევაში არავის არ გაატარებს. ახოცავენ ერთმანეთს. არავის არ გაატარებს, არავის არ შეაკავებს, იმიტომ რომ შეკავებასაც რატო დაიწყებს, ხო იქნება იმას პრობლემა ექნება და არ გაატარებს. შეაკავებს. კოლინზი არავინ არ ექნება.
არც მუსო, ხო? ხო, მუსომ არ დაუთმო იქ იჩხუბა და არ არსებობს, ანუ არავინ არავის არაფერს არ დაუთმოს, არავინ არავის არ შეკავებს ბოლო მოსახვევამდე. და ვერც ვერავინ ვერცერთს ვერ მოთხოვს იმეს გატარებას, გამოტარებას, აგერ ბელგიაში ლეკლერს ვერ მოთხოვეს, ჰამილტონი გაატარეოდა, ახლა ეს რო საჩემპიონო ბედი წყდება. გამორიცხულია, კი. არა. გამარჯობა, লিო და პატა. ლუის რომ 2021 მოეგო. მერვე ტიტული იქნებოდა ყველა დროის ერთ პიროვნულად საუკეთესო ბოლელი. თქვენი აზრით ფეტელი უფრო დიდი ბოლელი იყო თუ მაქსი? მადლობა და წარმატებები ბიჭებო. ლუის ხო ეხლაც არის. ლუისი ყველა დროის საუკეთესო ბოლელიო ვიღაცისთვის, სტატისტიკით არის. კი, ანუ სენა არის, რომელსაც 3 ტიტული აქვს მოგებული, ხო? ამიტომ მხოლოდ ტიტულებით ვერ იტყვი ვინ არის საუკეთესო, თუნდაც შეიძლება 10 ჯერ გამختارიყო ლუისი და 12 ჯერ, მაგრამ ვიღაცისთვის მაინც სენა ყოფილიყო საუკეთესო, ვიღაცისთვის შუმახერი, ვიღაცისთვის ელჩუეკო, ხო? საერთოდ არა, ჩემთვის ძალიან მცდარია ამ სპორტში მარტო სტატისტიკით მსჯელობა. ნიკო ჰულკენბერგს ერთი პოდიუმი აქვს, ვალტერი ბოტას უფრო მეტი პოდიუმი აქვს ვიდრე ნიკი ლაუდას. კი. ლეკლერს უფრო მეტი პოული აქვს ვიდრე ნახევარ ვიღაც ჩემპიონს. ვიღაც ბევრ ჩემპიონს, არა მარტო ერთს. ხო, ამიტომაც ძალიან ინდივიდუალურია, კი, სუბიექტური არის. ყველა ვარიანტში ტიტულები, ყველა სტატისტიკით უკვე პირველი იქნებოდა და გაყოფა აღარ უწევდა უკვე შუმახერთან ტიტულების რაოდენობის. დანარჩენი ისედაც კი ვიცით, რომ პირველი არის და არ ვიცი, ალბათ ფორმულა 1-ის სამყაროს უდიდესი ნაწილისთვის ის გოუთი არის. თან პლუს ამას ტრასის მიღმა. კი. ძალიან დიდი აქტივობა. ტრასის მიღმა არის განსაკუთრებული. და ფართო მასას გააცნო, ხო, ფორმულა 1 ეს ძალიან დასაფასებელია ჩემთვის. კი ბატონო, შემდეგი ხო, ფეტელი და ფერსტაპენი რო შევადაროთ, ალბათ მაინც მაქსი ხო. მაქსი ალბათ მაინც რაღაც ლეველით წინ არის ფეტელზე რა, არ ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეტელი ძალიან მიყვარს და აი უდიდეს პატივს ფეტელს, თუმცა ალბათ მაქსი. ხო, ჩვენ ფეტელით გავიცანით ხო ერთმანეთს, ფეტელი ალონსოს ჩხუბები. მაგაზე ვჩხუბობდით ხოლმე, სულ ისე გავიცანით ერთმანეთს. შემდეგი შეკითხვა. თქვენი აზრით ჩარშანდელ სეზონში რომ დაეტოვებინათ ლოუსონი Red Bull-ში და არ ჩაინაცვლებინოთ ცუნოდათი, უფრო მეტი შანსი არ იყო რომ იმ საშინელი მანქანისგან გაიარა ადაპტაცია და სულ თუ არაფერი ცუნოდას შედეგებისთვის მაინც ეჯობაო. ბოლოში ცუნოდაზე ბევრად უკეთ არ დაიცავდა თავს ნორისთან და უფრო მეტ დროს არ დააკარგინებდა, ვიდრე ეს ცუნოდამ გააკეთა. თქვენ კიდევ ულევ წარმატებას ვისურვებთ ბიჭებო. არ ვიცი, მე მგონია თხავი ყიდე გავყიდე იქნებოდა ლოუსონ ცუნოდა კი არა თუ გინდა არ ვიცი პერესი მოგეყვანა თავი მოგებრუნებინა მე მგონი აი არაფერი არ შეიცვლებოდა მან ლოუსონი ერთ-ერთი რაღაც თუ იმას მიწდებოდა მაკლარენიდან და აუკონტაქტებდა დაეჯახებოდა სხვას ანუ არ შეეშინდებოდა შეჯახების რაგითხრა არა, ძალიან გაუჭირდებოდა ნებისმიერ პილოტს. მე მგონი ხო შესაკრებთა გადანაცვლებით მან რო ჯამი არ იცვლება რაღაც ეს სიტუაცია. შემდეგი შეკითხვა. გამარჯობა ბიჭებო, თქვენი აზრით რომელი ბოლელი იყო ყველაზე ძლიერი, რომელსაც სოფლიო ჩემპიონობა არასოდეს მოუგია? ჩემთვის რიკიარდო. მოსი აშკარა. ჟილ ვილნევი ალბათ. მოსი, ჯეკი 16 მოგება, 25 პოდიუმი ჯეკი X. 5 კონსტრუქტორით აქვს მოგებული სტირლინგს, 4 ჰეტრიკი აქვს, 4 ხო არა, მოსი ალბათ აი სტატისტიკით თუ იმჟელებთ მოსი. არა ისე და სწრაფი მოსი თან ფანხიოს მოსი ჩემპიონი იყო ფაქტიურად. ხო ის ისტორია ხო ვიცით 59-ში როცა პორტუგალიაში გადა ერთი საბოლოო ჯამში მაგწელზე ერთი ქული წააგო ჩემპიონად და ჰოთორნი გადავარდა დააჯარიმეს ტრანსპარკებს მიღმა გაიარეო წრეო და ამიტომ უპირატესობა მიიღო მივიდა მოსის წუვარდებთან და უთხრა რომ ეს არ იყო ვაშკაცურად და დაუბრუნეთო ის ქულაო დაუბრუნეს ქულა და საბოლოო ჯამში სეზონის ბოლოს ერთი ქულა დააკლა ჰოთორნთან თორე მოდი ეგეც ვაღიაროთ რომ მოსი რო გამختارიყო იმ წელს ჩემპიონი და არა ჰოთორნი არავის პრეტენზია არ ექნებოდა სტატისტიკაში შეიძლება არც არავის გახსენებოდა ხო ერთი მოგებით გახდა მაგ წელს ჩემპიონი შემდეგი შეკითხვა. კი ბატონო, შემდეგი შეკითხვა ვილიამსი უფრო ლეგენდარულია თუ მაკლარენი? მესმის ვილიამსის ბოლო წლები, მაგრამ ისტორიით რომ შევაფასოთ, რას თქვით? ალბათ მაინც მაკლარენი. მაგრამ როგორ გინდა ვილიამსი? ჩემთვის აი უფრო ემოციურია მაკლარენი.
ვილიამსი მე სიმართლე გითხრათ ვილიამს აი ის პერიოდი ქონდა 90-იანების, თორე დანარჩენი ხო მაკლარენს უფრო ხანგრძლივი პერიოდები აქვს და უფრო ბევრ ეპოქაში იყო ძალიან მაგარი მაკლარენი და ვილიამსი რო აიღო რეალურად 80-იანების დასაწყისში იყო პირველი ტიტული, ხო? ვილიამს ხო. და ბოლო ტიტული 97 წელს. ამიტომაც ვილიამმა მოიგო, ხო? ხო, ვილიამსის ეპოქა გაცილებით უფრო მოკლე, ხანმოკლე იყო რა, უფრო დომინანტი იყო, მაგრამ უფრო ხანმოკლე. ბიჭთა რა არის, აი მაკლარენს უფრო შეუძლია გულშემატკივარის გული მოიგოს. აი ლოტუსიც კი ჩემთვის მაგალითად უფრო ლეგენდარულია ვიდრე ვილიამსი. რაღა დაგიმალვა. მე ზოგადად ვილიამსთან ცოტა ისეთი ანუ დამოკიდებულება. დიდეს პატივს ვცემ. არა, მე იმიტომ რომ სენა გარდაიცვალა მაგ მანქანაში რაღაც ცოტა ისეთი ის მაქვს. ცოტა აგრესია ხო წლები. პლუს ამას არ იყო არასდროს ვილიამში ის რაც იყო მაკლარენში. არ იყო პროსტის ენას თავისუფალი ბრძოლა, ხო? არ იყო კიდე სხვა ლაუდა პროსტის ბრძოლა. ხო, ფრენკს ეგეთი ის ქონდა რა შექმნილი, რომ აი მანქანა არის. ყველაფერს თავი დაანებე ორჯერ ტიტულს იქ ვერავინ ვერ იგებდა, ხო? ესე იგი რაღაცა ზღვარი არსებობდა იქ. ნუ ლეგენდარულესი გუნდია, მაგრამ ხო, ტოპ გუნდი არის ხა რა თუ ნალაპარაკი ეს. უბრალოდ აი რაღაცნაირად ეს უფრო ну ჩემთვის მithumetes ეს უფრო რაღაც ემოციურად უფრო რაღაც ემოციას ისედაც 70-იანებშიც ჩემპიონი ყავთ 80-იანებშიც ჩემპიონი ყავს 90-იანებშიც ჩემპიონი ყავს 2000-იანებში და 10-იანებში ხო თან ახლა ხო გადაასწრო ტიტულები ხო დანარჩენი ანუ ყოველ ეპოქაში ყავს ჩემპიონი და არის მებრძოლი გუნდი და არ არის რაღაცა ერთ ეპოქაში პირველი და მეორე ეპოქაში ბოლო ადგილასანი თან აი ბოლო წლებიც რომ ავიღოთ ხო ჰონდას დრავისმერი საიდან დაკაჩა მაკლარენმა და ჩვენ წავსაუბრობთ ვილიამსის ჩათვალე რასელის ლატიფის და სერჯენტის დროს რა მანქანაც იყო დიდად გაუმჯობესება დარჩა რაღაცნაირად იქ ერთადერთი იყო ის მომენტი როცა ვალტერის ჰქონდა რაღაც პოდიუმები 13-ში ხო ხო ეგეც იმიტომ რომ მერსედესის ძრავი ჰქონდა და ალბათ ეგ წელი იყო ბოლო წლებში ყველაზე ისე აქტივშო შეუტანა შემდეგი შეკითხვა თქვენთვის რომელი გუნდი იყო რომელიც წარმატებაც გაგიხარდებოდათ მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა და აღარაა ფორმულა 1-ში ვა ბრაუნი არ ითვლება ხო ალბათ ბრაუნი მოასწრო საერთოდ ბრაუნის გააზრება პირიქით მოასწრო მე ბოლოს გააზრება ვინ მოასწრო ბრაუნის თორე ვა ვინ აბა ჯო ალბათ ტოიოტა ახლა რა ვთქვა ტოიოტა დიდად მინდოდათ არა ანუ საინტერესო პორშე ალბათ პორშე იყო რო ნუ მოგებულიც ა გრან-პრი და კვალიფიკაცია 60-იანებში ანუ ეგრე რო გავყვეთ რა მთლიანად ალბათ მაინც პორშეს მეტი წარმატება უნდა ქონდეს შეიძლება და შეიძლება ითქვას მე ტოიოტაც არა ტოიოტა რატო არა ცოდოა რამდენი ფული დახარჯეს ცოდოა მაგარი ცოდოა მილიარდი დახარჯეს რამდენი ფული დახარჯეს ძალიან ბევრი ფული დახარჯეს ხო ალბათ მეტი პოდიუმი გაცვალეს მილიარდში მინარდი გამიხარდებოდა რო ყოფილი მინარდი კარგად არის სადაც საყარელი მინარდი არის დორტმუნდის ბორუსია რომელმაც ვარსკვლავები უნდა გაზარდოს ნამეტანია დორტმუნდის ბორუსია უფრო ზაუბერს გავს ჯორდანს მოდი ფერებით მაინც გვანა აუ ჯორდანიც საინტერესო იქნება აი ეგ სამი კლასიკა იყო ეგ სამი გუნდი ზაუბერი და მინარდი ეგეთები უნდა ყოფილიყვნენ რა სკოლა იყო ფორმულა 1-ის დაწყებითი კლასები იყო დორტმუნდი პორტო და ატლეტიკო ხო რაღაცა ეგრე და ეგეთი არა დორტმუნდი პორტო აიაქსი უფრო ატლეტიკო დორტმუნდი პრინციპში ატლეტიკოა ეგეთი მესამე პორტო ალბათ რა ბორუსია და აიაქსი ეს სამი არის და ატლეტიკო ცოტა უფრო მაღლაა მაგაცე მაინც ბარსელონაც on ბარსელონას ლამასია იქ კარგი ბიჭებს რო ზრდის შემდეგი შეკითხვა ფერარი ამდენი განახლების ჩამოტანა შემდეგი და ბოლო შეკითხვაა პრინციპში ეს ფერარი ამდენი განახლების ჩამოტანაში ძალიან ბევრ ბიუჯეტს ხომ არ ხარჯავს და სეზონის ბოლოს რამოდენად ექნება საშუალება რომ გააგრძელოს განახლებების ჩამოტანა პატაკ თქო აღარ ჩასვა ლეკლერი ან ჰამილტონი ფენტეზიში ორი საუკეთესო თეორიული პილოტი რომ შეგედგინათ ვის არჩევდით კვალიფიკაციის ტემპში გადასწრებაში თავდაცვაში და სარბოლო ტემპში
განახლებებზე ის თქვათ რომ Ferrari ამდენ განახლებებს თუ ჩაიტანს საბოლოოდ გაუთავდება კი ბატონო ტოკენები და ფული, თუმცა თუ სწორად ანაწილებენ, რატომაც არა ხო? თუ ჩაჯდებიან ბიუჯეტში რატომაც არა, უბრალოდ სეზონიც უნდა გადაანაწილო, ხო, ვიღაცები როგორც Red Bull-მა შეინახა შარშამ სეზონის ბოლოსკენ და გამოადგათ, რაღაც მანდატ სტრატეგია გასათვალისწინებელი და მე მგონი ჩავიტევიან ბიუჯეტში, მთავარია ახლა ძრავი გააუმჯობეს. აღარ ჩასვავ ლეკლერი და ჰამილტონი. აღარ ჩავსვავ. არ დაგაჩვეს. ო ანტონელი მეყოლება ესე. მე მყავს ახლა ლეკლერი. ო, ლეკლერი როცა მჭირდებოდა მიმატოვა. საუკეთესო პილოტი ვინ იქნებოდა? როგორ ფიქრობთ? კვალიფიკაციის ტემპი ანუ რო შევადგინოთ ესე. ლეკლერი კვალიფიკაციაში ლეკლერი ალბათ. გადასტრების სკილი ვინ? მაქსი. რიკიარდო. ესე ძველები? მოქმედები? მოქმედები ვთქვათ ალბათ. მაშ მოქმედები ვთქვათ, ხო რა, რიკიარდოზე უკეთესები შეგვიძლია ვთქვათ. კაი, ლეკლერი, მაშინ ლეკლერი, მაქსი და მაქსი თავდაცვაც. თავდაცვა? ალონსოს ვიტყვი. ხო. მე მგონი ერთნაირი შევადგინე. ლოუსონი იყოს. ისე ლოუსონი შეიძლება. რატო არა თავდაცვაში? ხო, რაღაც ალონსო გადამავიდა. მინიმუმ გეშინია ლოუსონის ახლოს რომ მიდიხარ. ფენტეზიში მე მგონი მოგიგე, ხო? ფენტეზიში მე მგონი მომიგე, ოღონდ რაღაც მომიგებდი. 211 ქულა ავიღე მე. ფენტეზიში ავიღე რამდენი? გეტყვი ახაც ანუცებ. 204 ქულა ავიღე. ლეკლერის ჩასმამ ყველათი ქულა ავიღე რაღაც. ლეკლერმა რატო აიღო ანტონელიზე მეტი ქულა? ეგ გამაგებინო შეგიძლია. იმიტომ რომ მეტი გასწრება ქონდა ალბათ. 2? არ ვიცი. ცოტა გამიკვირდა ეგ მომენტი. შეიძლება რაღაც სხვა არ ვიცი. ხო, სხვანაირად ითვლება და ისე დაგვიწერეთ როგორ ითვლება ეგ არ ვიცი წესი. იქნება უშველოდ და მოვიგოს რაღაც. რა ანგარიში ესე ჩვენ შორის საინტერესოა. კი. ჯამში ხო ეს უქმეები დაუთმე არა და რაღაც კარგად მივდიოდა. ოღონდ ბევრით არ მოგიგე. ხო, იმიტომ რომ რაღაც ახლო გუნდები. ლოუსონი კიდე უნდა გავაგდო. აღარ გინდა ლოუსონის გადა. რამდენჯერ უნდა გააგდო? რამდენი ავიყვანე გუნდში ვეღარ დადის, გავაგდებ ისევ დადის, რა გავაკეთო? ამიტომ მე მგონი ყავდეს, მაინც, კაი ბატონო. უნგრეთში გვაქვს შემდეგი რბოლა, ეს იქნება 24-26 ივლისი. რა თქმა უნდა, სეტანტა სპორტის პირდაპირ ეთერში იქნება კვალიფიკაცია 25-ში 18 საათზე და რბოლა 26-ში 17 საათზე. როგორც ეს ხდება ხოლმე, რატო გეციდება? არა, ზოგადად უნგრეთი ხო მართლა მონაკოს გავს და მანდატ კვალიფიკაციას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჰამილტონი ამან რეკორდსმენი, ასევე ველოდებით ფერარის კარგ გამოსვლას და ველოდებით რომ ლუისი იფრენს ასე ვთქვათ და არ დაგვავიწყდეს ასევე შარლი, არ დაგვავიწყდეს მერსედესი, რომელიც ყველგან დაფრინავს და არ არსებობს დაბრკოლება მათთვის. და მოკლედ მე საინტერესო ბოლოს ველოდები და ძალიან ცხელს როგორც სახს. შენი პროგნოზი? ჩემი პროგნოზია ლეკლერი. აქ არ ვეშვები, იქ ხო აღარ მყავს და აქ მაინც არ ვეშვები. საბოლოოდ ალბათ Ferrari ერთ-ერთი ფავორიტია და Max არ ჩამოვწერდი მე არც ერთ ვარ. ისე Max-მა არ მოიგოს. არ გამორიცხ. მაკლარენი გადაგვრჩენია. ეს ხო გადაცემა ბოქსები, არ დაგავიწყოთ შეკითხვების დასმა აუცილებლად ჩვენ ვიდეოს ქვეშ და შევხვდებით უკვე შემდეგ პოდკასტზე. გადაცემის სპონსორი კი ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი დროებით უნგრეთამდე. ჩაო.